გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 100 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. უკანონო ნადირობის შემთხვევები გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს. მათი ინფორმაციით გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან ნაწილი აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 7 მონადირეს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ქონდა გადახდილი. 10 შემთხვევაში კი სამართალდამღოები აკრძალულ ადგილას ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც მოიაზრებს იმას, რომ ჩვენი პატრულებისა და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით პატრულებენ 24 საათის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში. შედეგად სეზონის გახსნიდან 24 საათის ჭრილში დეპარტამენტის ეკიპაჟებმა უკვე გამოავლინეს 73 სამართალდარღვევა, მათ შორის ჩვენი მხრიდან ამოღებულია 45 ერთეული ეგრეთ წოდებული მანოკი, რომელიც გახლავთ კუსტაულად შექმნილი ელექტრონული ხელსაწყო, რომელიც მოიზიდავს ფრინველებს ხელოვნურად. აღნიშნული ხელსაწყო საზიანო არის ერთისფერ ფრინველებისთვის და ასევე საკმაოდ საფრთხე შემცველია ზოგადი ეკოსისტემისთვის. შესაბამისად, დეპარტამენტი თითოეულ მოქალაქეს და მონადირეებს მოუწოდებს, რომ აღნიშნული ხელსაწყო არ იქნას გამოყენებული, რადგან ჩვენი მხრიდან მაქსიმალური აქცენტი და ყურადღება გაკეთდება სწორედაც რომ არალეგალურ ხელსაწყოებზე, მათ შორის მანოკებზე და თითოეულ ფაქტზე გადარდება მყესიერი რეაგირება.